გამარჯობა, მე ვარ მარგო, ეს ჩემი და არის ნინო და დღეს ვაკეთებთ ომა ედელთრუთის, იგივე ომა ედის შავი ღვინის ნამცხვარს, რომელიც გვაქვს. ოკეი. ომა არის ბებია გერმანულად, ეს არის გერმანული ნამცხვარი. გერმანელი ბებიის. გერმანელი ბებიის, ერთ-ერთი ჩემი მოსწავლის ბებიის, რომელმაც მიწილა და თავისი ბებიის რეცეპტი, ასევე ველოდებით თქვენს რეცეპტებსაც. ხო. თქვენი ბებიის და დავიწყოთ ახლა რა უნდა გავაკეთოთ. 250 გრამი კარაქი და 250 გრამი შაქარი უნდა გავაერთიანოთ. შეიძლება რომ ეგრევე მიქსერით დავიწყოთ გაერთიანება და kovzit აღარ ვიწყვალოთ. ნამდვილად კარგი იდეა. მეც ესე ვფიქრობ. თორე მახსოვს წინა გამოცდილება და მაინც მიქსერამდე მივედით ბოლოს. ხო, უფრო სწრაფად არის და ზედმეტად დრო არ უნდა 250 კარაქი და 250 შაქარი. შაქარი შეგიძლიათ მოაკლოთ, გააჩნია, როგორიც სიტყვოსი გინდათ, 200 გრამი შაქრითაც მშვენიერი გამოვა. კარგი. კარაქი და შაქარი გაერთიანდა, დარბილებულია ლამაზად, კარგად. ანუ ძალიან გათქვეფა რომ გათეთრდეს და რაღაც ეგეთი. არ არის აუცილებელი, ეს არის ჩვეულებრივი. ეს დაგჭირდება. ეს დაგჭირდება. ახლა დავამატოთ კვერცხი. სათითაოდ თუ ერთიანად? შეიძლება სათითაოდაც. მოდი ორ-ორი დავამატოთ მაშინ. ესე. ეს ბარაქიანი კვერცხებია. რამხელა უნდა იყოს კვერცხი? აქვს ნიშნულობა? კვერცხი უნდა იყოს დიდი, ისე L ზომა ან 0. გავაერთიანეთ ესე იგი კარაქი, შაქარი და კვერცხი. 250 კარაქი იყო, 250 შაქარი, 4 კვერცხი და ახლა უნდა დავამატოთ ფქვილოვანი მასა. აქ თანმიმდევრობას აქვს მნიშვნელობა თუ ეს ყველაფერი უნდა გავაერთიანოთ და მერე დავამატოთ თუ ცალ-ცალკე? არა, ჯობია ხოლმე რომ საერთოდ თუ ფქვილოვანი უნდა გავაკეთო ერთიანად. ფქვილში ჩაყარე კაკაო, მერე დარიჩინი, გამაფხვიერებელი მარილი. ანუ ერთად არ ჩხუბობენ ესე. არა. კაი, მაშინ ესე გავაკეთოთ. ესე იგი ეს გვაქვს კაკაო, 2 სუფრის kovzit და ავწონილდა 15 გრამი გამოვიდა. მაინც ვისაც ზუსტი წონები გიყვარს. ხილიც არის 250 გრამი. ხო. ეხა ეს რაღაც ცოტა კვესტია. ეს არის მწიკვი მარილი, კაი ესეთი გემრიელი ბარაქიანი მწიკვია, მე რომ მიყვარს ესეთი. კი, კარგად გახსნის ტკბილ გემოებს. ეს არის გამაფხვიერებელი, გამაფხვიერებელი და ერთი სუფრის kovzit და მე ცოტა მეც ვუზავდი დარიჩინს, მაგრამ კაი ხა. მე ძალიან წაიყვანს თავის გემოზე და არ დაგვიტოვებს ჩვენ იმ არომატებს, რომელიც აი და ღვინოს რა უყოთ? ღვინო ესე რომ დგას და გიყურებს, დგას და გვიცდის. დგას და სუნთქავს. აჰა. გონი რაღაც აკლია კიდევ ერთი 2 ჭი. არა კლია. ღვინო არის 125 მილილიტრი. ჯერ უნდა დავამატოთ ფქვილოვანი მასა და მერე ღვინო. ღვინო რო ჩავასხათ აი ამ ჩვენ კარაქ კვერცხ შაქრის მასაში, მერე აიჭრება, იმიტომ რომ ღვინო სითხეა, ესას თუ ისე ცხიმია და ვერ გაერთიანდება კარგად. ამიტომ ჯერ ვამატებთ ფქვილოვანს. და კიდე უნდა გითხრა, ეს კარგად უნდა გადაერო თუ ესაც ესე? არა, მაინც ყველაფერი შეერევა. კარგი. არ არის აუცილებელი რომ ერთბარ და მიქსერი აღარ სჭირდება, უკვე ამას შეგვიძლია. ნელ-ნელა იმას ისევ, ხო. ანუ ძიმე მასა ისეთი არ არის, რომ ვერ მასაქნა, ვერ აურია. ხო, ნახოთ, აბა არის ვის დიდოსტატი. ამას აქვს რამე ქვევიდან ამოურია ცევიდან. კი, ქვევიდან ამოურია. თუ ამას ცესთი არ არის? ეს არ არის ტორტის ბისკვიტი, რომ რაღაცა აი ეგეთიც გავაკეთოთ, აი ძალიან ფრონსკი რაღაც ფრონსკიც გავაკეთოთ. და ახლა ღვინო მგონი. კი, ოღონდ ნახე ეს ფქვილოვანი ასე თუ გახსენი, რომ ღვინო მერე იმან არ იმასქნას, მიჩაგისხავ. და ეს ღვინოს რო ჩავასხავთ, უფრო გაათხელებს ეს, ხო? კი, და უფრო ცხევადი იქნა, იცი, მე ჩაგისხავ. და შენ თვითონ კარგად აურია. შავი ღვინოა, ნახევრად ტკბილი გვაქვს ახლა ჩვენ, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ როგორც თქვენს გეცსიამოვნებად. თუ გინდათ უფრო მეტად ტკბილი, შრალი.
მაგას არ აქვს მნიშვნელობა, თავარი იყოს რაღაც კარგი მასე წავიდა, ხო იცი? კარგი მასე ლამაზად. ხო, რაღაც ცოტა ეს უცნაურად იზილება და სუნიც ძალიან ესეთი აქვს. უცნაური და მოკლედ ცოტა გლინტვეინისკენ მიყავს რა, რადგან დარიჩინია. არ ვიცი, მე ცედრა არ მიცდია, შეგიძლიათ თქვენს ცადოთ პორტოხლის ცედრა შეიძლება. ხო, შეიძლება კიდევ უფრო რაღაც პიკანტურ არომატზე წაიყვანოს. აი ძალიან უცნაურია. იმიტომ. მოდი მე შოკოლადის დაჭრა ხوار დავიწყო. შოკოლადიც უნდა, არ 150 გრამი შოკოლადი. შოკოლადი შეიძლება დაატეხო, ესე არა, აი რაღაც ესე ლამაზად რო ჭრიან. ხო, აი ესე ლამაზად რო ჭრიან, იღებენ დიდ დანას. დაფასე აი ესე დადო. და აი მას ესე აწვევი. ხო, დანას. და ამით ესე იწყებ ჭრას. ვაა. მინდა ცადო. რა ვიცი, მგონი ეს უკვე და მე შეგიძლია ესაც დააკუცმოცო. აი ვცდი ახლა. ზე? ხო. აბა თქვენიცით არ გამეკცეთ რომ მირბიან და მე თავიდან მიხვალ და გადაჭრი. არა შემკეთესად გამოდიოდა. ცოტა უფრო ადვილი ხერხი ამის დაკუცმაცების არ არის. ძალიან კაი ადვილი ხერხია, რატომ? აი ესე. შოკოლადი რძის უნდა იყოს თუ შავით შეიძლება? რადგან მე არ მიყვარს შავი შოკოლადი. მე მიყვარს. შეგიძლია შავი. აქ რეცეპტში არ წერია, რომ აუცილებლად შავია. თეთრია? არა, თეთრი არ ხო, თეთრი მეც არ მიყვარს. აუ, საინტერესო იქნება ის ბებია როდის აკეთებდა ამ ნამცხვარს. უბრალოდ შვილიშვილებს რო ელოდა თუ რაღაც ესეთი მე რო ყოფილიყავი ომა ედი. ძალიან ხშირად გავაკეთებდი ამ ნამცხვარს. ხო, დარწმუნებული ვარ. იმდენად გემრიელია. ჯერ მარტო ისეთი სუნია ხოლმე ცხობის პროცესში. არა, ხა არ გამოგვიცხვია და უკვე кай სუნია. მათრობელა ვიტყოდი. ღვინოც ისე არ შეგეშინდეთ ღვინო, ასე ვთქვათ, არ დაგაფრთხოთ, რომ არ იქა ღვინოა და ბავშვებს ვერ ვაჭმევთ და მე საჭესთან ხო შეიძლება დავჭდე. პირიქით. ეს ალკოჰოლი როგორც წესი ორთქლდება ცხობის დროს და რჩება მხოლოდ არომატი. так, ამას ესე უბრალოდ გადმი. კი, მაგასაც ესე უბრალოდ შემოურევ. შემოურევ ახალი სიტყვა. შემოურიოთ. აბა რა ქვია ამას? ავურიოთ. ავურიოთ. და თან წრიულ მოძრაობით. წრიულად ავურიოთ. წრიულად ავურიოთ. ავურიოთ წრიულად. всё. გავაერთიანეთ ყველაფერი, შოკოლადიც ჩავყარეთ, აურიეთ და ახლა ჩავდოთ უკვე დაცხიმულ დაფქვილულ ყალიბში. აი ესე ძალიან გაპრანჭულ ყალიბში. საერთოდ ესეთი კექსებისთვის, რასაც როცა ვარჩევ ხოლმე ყალიბს, ესე ვატრიალებ და წარმომიდგენია მე როგორი იქნება ჩვენი ნამცხვარი. სხვანაირშიც ხო შეიძლება? კი, შეგიძლიათ ჩვეულებრივ ოთხკუთხედში იმას გქნათ. მრგვალშიც. ნებისმიერში, უბრალოდ მასა უნდა გათვალო ხოლმე ყალიბის სომიდან გამომდინარე, ეხა ეს მაგალითად აი ახლა ყალიბისთვის იდეალური გამოდის. და შემდეგ უნდა შევდგათ 180 გრადუსზე, უკვე გახურებულ ხოლმე. კარგი. ეს უნდა მომეხმარო, დაიჭირო რაღაცნაირად და ოპა. ახლა შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ 1 საათი 180 გრადუსზე. შევდგათ ღუმელში, ხო, მართლა ძალიან მაგარი სუნი აქვს, აი იმედია რომ გამოცხობა კიდევ უფრო გაიგებ აფეთქდება, კაი. გამოცხო ჩვენი ნამცხვარი 1 საათი იყო 180 გრადუსზე და ახლა აი ეს ბოლო წუთები ვიდექით იქ და ვყნოს. ახლა ცხელი ხა ბუღარი არ არის და ეს უნდა გადმოვიტანოთ დაფაზე. იზავ თუ ვქნა. მე ერთი რაღაცა მინდა ვქნა, ეხლა ვითომ არ მიქნია. იმიტომ რომ ვეღარ ვითმი. კაი, ეს ძირია მაინც. ნახე ჯანიანი ტყუილი თქვა. მე უნდა პასკა გამოცხვი ჩვენ. პასკა გამოცხვი. თქვენ ასე უნებოდით ხოლმე. პასკას. აჰა, გამოცხვა ჩვენი პასკა. გადმოვიღეთ ყალებიდან. ულამაზესი. ისეთი არომატია, რომ აი ვერ ვიკავებ თავს. ვეღარ ვაპარაკ. ლამაზი მიყვარს ეს ფორმა, თან ეს დაყოფილი როა, იმათ შეგიძლია ზუსტად იცოდე რამდენ ნაჭერი გამოვა. და ახლა უნდა დავჭრათ. დაჭრი? ერთად დავჭრათ. აი.
არა, მართლა ვერ წარმოგიდგენიათ აქ რეხს სურნელი ტრიალებს. მეტი გადმო. ესე გარედან არის ხრატუნა და შიგნით არის რბილი. ცხელივე ეს ის დესერტია ზუსტად, რომელიც ცხელი იჭმევა. ესე იგი ჩემი საყვარელი დესერტია დღიდან მგონი. ცივით რა თქმა უნდა უკვე მე უფრო კარგად გაუჩნდება არომატი, მაგრამ ეს ითვლება რომ ცხელი უნდა ჭამო. მოდი, ნუ გავხსენებთ მე ამ ნაწილს. მეც ეს ნაწილი მიყვარს, მაგრამ დაგითმობ ამჯერად. Jaka muzika უნდა იყოს? ნეტარების ძალიან კარგად იხსნება ცხელშივე აი ეს არომატები. შოკოლადი რო ჩხადნო? ხო. გარედან შეგიძლიათ რა თქმა უნდა გაუკეთოთ მინანქარი, შოკოლადის მინანქარი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ზედმეტია, ისედაც ძალიან ლამაზია. მადლობა ბებია ედელთრუც ასეთი კარგი რეცეპტისთვის. ახლა მე ციციშვილიშვილები რომ მეყოლება რა ნამცხვარს გამოუცხობ. ნამდვილად. ჩემთან სტუმრად რომ მოვა. ეს ის ნამცხვარია, რომელიც თან ძალიან სწრაფად კეთდება და ბევრი ინგრედიენტი აღჭირდება. ასე რომ გაამზადეთ, გვიყურეთ და გამოგვიგზავნეთ თქვენი ბებიის ან თუნდაც თქვენი რეცეპტები. ნახვამდის.